მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოგვივა, ხო, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ სულ ვამბობთ, მეც სულ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი პოლიტიკოსი. რუსეთის ინტერესების აქ გამტარებელი FSB-ს აგენტი, ჩემი მოსაზრებით, აგენტი 90-იანი წლებიდან კარგად შეფუთულ, გამოფუთულ, ესე არ ვიცი, კარგი პროდუქტია შექმნილი. ინფორმაცია თუ ანალიზი იმის თაობაზე, რომ არა ვარდების რევოლუცია მოსკოვი მას ამზადებდა 2003-4 წლისათვის საქართველოს ლიდერად, ეს ანალიზი ერთგვარად სწორია. 2012 წელს, როცა ბიძინა მოვიდა ხელისუფლებაში, მან საკუთარი თავი, საკუთარი გუნდი დააკომპლექტა იმ პირებითაც, რომლებსაც ვერ მიედავებოდი პრორუსულობაში. ესეც გამოხდა ხანი და აღმოჩნდა, რომ არის კომბინაციის ნაწილი. ახლა სიტყვა არ მინდა რომ გამიგრძელდეს, მაგრამ ავხსნი და უკვე შემდგომ 2016-დან 17-დან 16-დან განსაკუთრებით დაფერთხა ეს ლეგვის ფოთლებს უწოდებ მათ, ხო? რომ აღმოჩნდნენ ლეგვის ფოთლები, შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ. ორი პარტია და ცალკეული ინდივიდები. უკვე შემდგომ მოხდა მისი ილუსტრირება და 2022 წელს აბსოლუტურად ჩამოიხსნა მან ნიღაბი. მოკლედ ჩვენ ბიძინას ვუწოდებთ რუს პოლიტიკოსს. ბიძინა რუსი, მეც ვიმეორებ ხოლმე ამას და მართებულადაც ვიქცევი, მაგრამ კითხვა მაქვს საკუთარ თავთან და თქვენთან. თუ ბიძინა რუსია და ის რუსია რასაკვირველია, მას რატომ ცდილობს რომ ურთიერთობა დაალაგოს ვაშინგტონთან. თქვენ არ გიკითხავთ, ამ კითხვით არ მოგიმართავთ ჩემთვის. მაგრამ აგე დამოუკიდებლად იმისა თქვენ მომართავთ თუ არა, მე გიპასუხებთ ამ კითხვაზე. მე საკუთარ თავს ვკითხავ ამას და მე თავადვე გავცემ პასუხს იმ კითხვას, რომელიც ბუნებრივად ჩნდება. მე გეტყვით რატომაც. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის შეცვლა კი არ უნდა. ბიძინა ივანიშვილს ის კი არ უნდა, რომ ურთიერთობის დალაგების შემთხვევაში მერე გადავიდეს შეერთებული შტატების ლიანდაგ რელსებზე. ის პოლიტიკა გაატაროს, რაც საქართველოში, რაც შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანია, რაც სწორია, რაც დემოკრატიულია, რაც დასავლურია. არა, ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობის დალაგება შეერთებულ შტატებთან უნდა, იმიტომ რომ იმათმა ვაშინგტონიდან არ გაუხურონ. სხვაზნას ვერ ხმარობ, სხვაზნას ვერ ვიშველიებ. შეეგუონ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ რუსულ პოლიტიკას ატარებს და გაანებონ თავი. აი ეს არის დალაგება მისეული წარმოდგენით. ვაშინგტონი არაფერში არ უნდა ერეოდეს. დემოკრატიის პრომოუტირებას, დემოკრატიის დამკვიდრებას აქ, ანტირუსეთობის დამკვიდრებას აქ ხელს არ უნდა უწყობდეს. ვაშინგტონმა საქართველო უნდა აღიქმას ზუსტად ისეთ ქვეყნად, ბიზნესეული წარმოდგენით. როგორი ქვეყანაც არის ბელარუსი. და თუ ლუკაშენკოს ელაპარაკები და საერთოდაც ვაშინგტონში პატიჟებ დონალდ, მე რაღა დაგიშავე ან ჩემმა პრემიერმა ხელის ბიჭმა ირაკლი კობახიძემ, მე ხომ უკეთესი ვარ ჯერაც ლუკაშენკოზე. ამიტომ მეც დამპატიჟე. აი ეს არის ბიზნესეული გაგება პოლიტიკისა. მას რომ აღარავინ აღარ დაელაპარაკება ლუკაშენკოსაგან განსხვავებით ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. უბრალოდ ბიზნეს სოფლხედვას, აი სამყაროს აღქმას, პოლიტიკის აღქმაზე ვილაპარაკობ. ყველაფერს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საიმისოდ, რომ ეს მესიჯი ჩაიტანოს ვაშინგტონამდე. წერს წერილს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ კაცზე, ბანდიტი კობახიძე, ვაშინგტონში ამ წერილს არც იღებენ. წერს წერილს ბანდიტი ყაველაშვილი, ვაშინგტონში ამ წერილს არც, ანუ ყაველაშვილის წერილს არც იღებენ. ამასთან ერთი წერილიც, რამდენადაც მახსოვს კობახიძისა და მეორე წერილიც არის ეგრეთ წოდებული ღია წერილი. გაგიკვირდებათ და. ოღონდ ეს ღია წერილი ხა დონალდ ტრამპი ყაველაშვილის Facebook-ზე ხო არ შეძრება, ხო, ბუნებრივია. არც საელჩო არ არის ვალდებული, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თარგმნოს ეს წერილი გამოქვეყნებული ქართულად. ხო, აქედან გამომდინარე, თუ მაინც და მაინც წერილის გაგზავნა უნდათ პრეზიდენტი ტრამპისთვის,
ამ წერილმა გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს. ოღონდ მე ატომღას მგონია რომ ეს პროცედურები არც გაუვლია, არც გაუტარებიათ ამ წერილისთვის. ამ ბანდიტებს. ჯერ ერთი არიციან ალბათ. მაგრამ მეორე რომ ციცოდნენ უფრო შიდა მოხმარებისთვის არის დაწერილი ეს ერთი და მეორე წერილიც ჩვენ ვეხვეწებით ვედრებით შეერთებულ შტატებს პრეზიდენტს რომ დაალაგდეს ურთიერთობები საქართველოსთან ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და რაღაც მსგავსი სისულელეები ახალი ფურცლიდან როგორ უნდა დაიწყო 30 წლიანი ურთიერთობა გაქვს შეერთებულ შტატებთან მეტი როგორ უნდა დაიწყო ახალი ფურცლიდან წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა გაკეთებული ამ ქვეყანას როგორ უნდა დაიწყო ამ ქვეყანას 10 მილიარდი თუ მეტი არა დახარჯული აქვს ამ ქვეყანაში რა ახალი ფურცლიდან მაგრამ გავანებოთ დავიეცოთ ხო და წერილი არც უთარგმნიათ და თუ თარგმნეს უნდა გაეკეთებინათ შემდეგი რამ ყაველაშვილის პრეზიდენტად წოდებული წერილზე ვიტყვი ეს წერილი უნდა გაეგზავნათ პირველ ყოვლისა საქართველოს საელჩოში კი არა საგარეო საქმეთა სამინისტროში ანუ ბოჭორიშვილის უცხებაში ბოჭორიშვილს ეს წერილი უნდა ენახა ასე ვიტყვი უნდა წაეკითხა შესაბამისი პროტოკოლური იერი მიეცა მისთვის, ანუ ბეჭედი, შტამპი, თარიღი, ბლანკი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ეს წერილი უნდა შეეფუთათ, დაელუქათ, კონვერტში ჩაედოთ, შესაბამის კონვერტში არა, აქვე რო იყიდება დელისის ბაზრობაზე, არ გამორიცხავ რომ ეს გააკეთეს, მაგრამ მაინც თუ გააკეთეს რამე საერთოდ. შესაბამის კონვერტში დიპლომატიური პოსტით უნდა გადაეგზავნოთ ორი გზა არსებობს. პირველი საელჩოსათვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსათვის საქართველოში და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ვინც არის, იმისთვის უნდა ეთქვათ, რომ ეხლა უკვე თქვენი ხაზით გადააგზავნეთ ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტში და სახელმწიფო დეპარტამენტი თუ მიზანშეწონებულად ჩათვლის, გადააგზავნეთ გადააგზავნოს მერე თეთრ სახლში. ეს არის ერთი გზა, ხაზგასმით მინდა ვთქვა. ხა მე გეკითხებით ბოჭორიშვილმა ეს ყველაფერი გააკეთა ესენი რომ ახმამაღლდნენ ეხლა ჩვენ ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან და ასე შემდეგ ეს გზა გაიარა წერილმა მე გეტყვით რომ არა რასაკვირველია არა მაგრამ არსებობს მეორე გზა მოდიში ჩაუწევთ გვერდის ნებართვით იმიტომ რომ მე აქ ამოწერილი მქონდა რაც უნდა და კარგად გავარკრიე წერილი მაღალი ალბათობით მოკლედ ასე წერ მე ვაშინგტონში არც გაუგზავნიათ. ღია წერილის Facebook-ზე გამოქვეყნება ჯერაც არ ნიშნავს რომ ფიზიკური წერილი letter ფიზიკური წერილი მოგხიოთ რამე ფურცელი რომ ვაჩვენოთ მაყურებელს ფიზიკური წერილი საერთოდ არსებობს როგორც ასეთი. მეორე თუ ფიზიკური წერილი საერთოდ არსებობს, ეს წერილი უნდა გადაეკეთ უტრირებ, უნდა გადაეკეცათ, უნდა ჩაედოთ კონვერტში. ხო, უკაცრავად, თუ ფიზიკური წერილი კონვერტში ჩადებული მაინც გაგზავნილია, ანუ კონვერტში ჩადებული წერილი მაინც გაგზავნილია მისამართზე Pennsylvania Avenue და ასე შემდეგ Washington DC 500 USA ეს საკმარისი არა ეს საერთოდ აბსურდია ანუ პირდაპირ თეთრი სახლისთვის არ უნდა გაეგზავნათ წერილი ყაველაშვილის ჯერ საგარეო სამინისტროში უნდა მოხვედრილიყო მინისტრად წოდებულ ბოჭორიშვილს უწყებას უფრო ზუსტი რომ იყო უნდა უზრუნველყო ტექსტის შესაბამისობა საერთაშორისო დიპლომატიურ ფორმატთან და ის წერილი წერილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსათვის უნდა გადაეცა საქართველოში არსებულსაც. ხოლო მე საქართველოში არსებულ შეერთებული შტატების საელჩოს წერილი უნდა გაეგზავნა ვაშინგტონში საქართველოს ხო, ბოდიში. ვაშინგტონში იტალიაშვილი როა ელჩად წოდებული, მისთვის უნდა გაეგზავნა წერილი აქაურ საელჩოს შეერთებული შტატებისა. დიპლომატიური პოსტით რასაკვირველია. და უკვე ბოლოს საელჩოს, ანუ ტალიაშვილი ელჩი უნდა მოეხერხებინა მისი ოფიციალური გადაცემა ან გაგზავნა სახელმწიფო ხაზსუსვამ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის. თუ ყაველაშვილ ბოჭორიშვილს ეს გზა არ გაუვლიათ, არ აურჩევიათ, ანუ ყაველაშვილმა ბოჭორიშვილს გადასცა, მაგრამ აი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
კი უნდათ რომ ასწდნენ, ხო? მაშინ პირდაპირ უნდა მიერთმართათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისთან, ანუ საელჩოს რგოლი ამოეგდოთ, საელჩოების რგოლი უნდა ამოეგდოთ. სადაც მოწმდება, ანუ დეპარტამენტში ყველა კორესპონდენცია და დოკუმენტი, მათი ნამდვილობა და ხდება ოფიციალური რეგისტრაცია და ასვეს letter from ყაველაშვილი president of Georgia რაღაც 747 დრო 241 პირობითად, ხო? და საჭიროდ ჩათვლიან და თუ საჭიროდ ჩათვლიან წერილს თავად გადასცემენ თეთრ სახლს. თუ წერილს აქვს მაღალი მნიშვნელობა, მაგალითად ომის თემა, ანუ ყაველაშვილს რო ელაპარაკა ომის თემაზე, უსაფრთხოების თემაზე. მას პრეზიდენტის მრჩევლები, ანუ ტრამპის მრჩევლები და სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერი, ანუ მარკო რუბიო, უშუალოდ და პერსონალურად გადასცემენ ამ წერილს პრეზიდენტ ტრამპს. მაგრამ ამგვარი შინაარსის ხო არ არის, ხო წაიკითხეს, გახიეს კონვერტი და უთხრეს, ნახეს რა წერია. და ნახეს რომ მუქარებია, შანტაჟია, შენ სანამ deep state-ი, შეხარ deep state-ის მიერ ერთგვარად მართული, შენ გმართავს. შენ ეხლა რომ დაპარაკობ deep state-ზე, შენ მანამდე დავიწყეთ ლაპარაკი. არ გინდა ოჩენ ნუჟნა. თუ არ დაიწყებ ჩვენთან ურთიერთობას. რაღაც ესეთი ბოდვები წერია, ბიზნეს დაწერილები, აი ბიზნეს მოკლე ტვინში რაც ხდება, ის ჩააწერინეს ამ წერილში და მთელი საგარეო სუდები, კარგები, მცოდნეები, არამცოდნეების ადმინისტრაცია, ვინც კი დარჩა, საერთოდ აი გაესეს ხედან და არც იციან საერთოდ გამოყონ თავი. კარგი. მოკლედ თუ გააგზავნიდნენ აი პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტში, ხო, სახელმწიფო დეპარტამენტი თავად საზღვრავს, თავად წვეთს, უშუალოდ გადასცეს თუ არა წერილი პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტს. ეხლა მეორე ამბავი, თუ მუქ არის, აი კობახიზი ამბობს, რომ ჩვენ ველო შეხო გავუგზავნეთ წერილი 1-2 და ტრამპმა პასუხი არ გაქვს, არც გაგცემთ, არა მარტო იმიტომ, რომ რაღაც 97 ხარისხოვანი ქვეყანა ხარ და საერთოდ ჭიახუებიც არა ხართ შეერთებული შტატებისათვის. არამედ იმიტომაც, რომ თავად წერილი აკი გითხარით არის შანტაჟის მუქარის შემცველი და არასწორად დაწერილი. აი დიპლომატიაზეც აღარ ვლაპარაკობ, არაფერი არ არის. სიგიჟია და გარდა ამისა არის მუქარები, აკი გითხარით და შანტაჟი. და გავარკვიე, მუქარისა და შანტაჟის შემცველი წერილები იგზავნება არა სახელმწიფო დეპარტამენტში. რჩება სახელმწიფო, არ რჩება სახელმწიფო დეპარტამენტში. ან კი ვერ მიდის წინ და თერთ სახლამდე კი ვერ აღწევს. არა, დაივიწყეთ ეს. ხო? ყაველაშვილის წერილი ასეთია. არამედ იგზავნება შესაბამის უსაფრთხოების სამსახურებში. ანუ მე გარწმუნებთ, რომ ეს წერილი თუ მაინც და მაინც დაიწერა და ფიზიკურად არსებობს და მარტო ყაველაშვილის Facebook-ზე არ არის მოხვედრილი, ეს წერილი არის შესაბამის სპეცსამსახურებში და შესანიშნავად სწავლობენ ავტორს, რომლის შესახებას ბუნებრივია პრაქტიკულად ყველაფერი იციან, რამდენი გოლი გაიტანა ვლადიკავკაზის ალანიაში იმის ჩათვლით. ავტორის ზურგს უკან დგომს ამ წერილის დაწერის ისტორიას, სავარაუდო ისტორიას თუ გდებავთ ასე ვიტყვი, აქცენტებს დასმულს ამ წერილში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება რატო არ გასცა პასუხი, აი ყავბახიძე ხო ბანდიტი დარდობს მაგაზე. ღია წერილი გამოქვეყნდა და არც გასცა და ვერც გასცა მეთქი ამას წერ. ეგრეთ წოდებული ღია წერილი გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტად წოდებულის ყაველაშვილის მხოლოდ სოცგზელების გვერდზე და არაა დადასტურებული, რომ ფიზიკური წერილი ვაშინგტონში საერთოდ ჩავიდა. ქართული ოცნების მომხრეებო თქვენ მოგმართავთ. წერილი ფიზიკური შეიძლება სულაც არ არსებობს და შიდა მოხმარებაზეა გათვლილი. თუ ეს ასეა, წერილის შინაარსის ის ნაწილი, რომელშიც საუბარია, რომ საქართველოს სულ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და რატო უნდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ხო და სუფთა ფურცლიდან დაწყება, იმიტომ რომ ვაშინგტონმა გაუპრავოს აქ რუსეთობა. არ გაანებოს თავი. ესე აქვს სარბოდგედილი. აი ამ ხელატვინაა. ოზარქუას ტვინიანებს. ზარქუას დატვინიც აქ იმ ზომის ტვინი რო აქვს ხვებსაც. ხო და არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური დატვირთვა, ხანამე დაბოლება ამორჩევლისა. ეს ყველაფერი, ხო? ხოლო თუ წერილი მაინც ჩავიდა ვაშინგტონში, მაშინ კითხვას მიაღწია თუ რა წერილმა ტრამპამდე უნდა უპასუხოთ ასე. არა, არ მიუღწევია, ვერ მიაღწევდა უსაფრთხოების სპეცსამსახურები, მოდი ასე ვიტყვი,
სპეცსამსახურების ხელშია და ესე უტრიალებენ პოლიტიკური ნეანდერტალელების გაგზავნილ წერილს კავკასიის რეგიონი ქვეყანა საქართველოდან და პოლიტიკური პირველყოფილი ადამიანები ან არიან არ არიან წერილის ავტორები თუ ზურგს უკან დგომები საერთაშორისო კონტექსტში ლაპარაკობ ცხადია თორე ხა ჰომო საპიენსი როა ერთიც მეორეც და მესამეც ეს ვიცით ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს არის ესეთი სენატორი ამავე ვიდეო ბლოგში მოვაქცევ მე მგონი რა არის ესეთი სენატორი სტივ დეინსი რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ მიმდინარე წელს იმყოფებოდა საქართველოს შეხვდა სალომე ზურაბიშვილსაც მას უწოდა პრეზიდენტი მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციის წარუმ კობახიძესაც შეხვდა ამ სტივ დეინსმა რამდენიმე ძალიან საინტერესო განცხადების ავტორიც არის მაგალითად ეხლა რაც მახსენდება სტივ დეინსმა დააუსვა კითხვა მარკო რუბიოს სენატში რო წავიდა მივიდა ეს მარკო რუბიო გეხსოვებათ ხრეთ ხო აი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ანუ 100 სენატორს შორის ერთ-ერთია მნიშვნელოვანი პერსონაა რესპუბლიკელია მარკო რუბიოს კითხა ამ სტივ დეინსმა რომ თურქმენეთშიო ძალიან დიდი რაოდენობით გაზიაო ბუნებრივი აირი და უყურეთო აი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიო და მე ჩამოთვალა ყველა ხო რას უყურებენო იქით ავღანეთსო იქით ჩინეთსო იქით რუსეთსო ხვებოთ ირანსო ხო ირანსაცო ანდა ძალიან საინტერესო რეგიონიაო და დასაპირებთ აი თუ მაგალითად თურქმენული გაზის რომელიც არ მახსოვს თუ არ ვწდები მე-4-აო თუ მე-5-აო ესე ამბობს თურქმენეთი გაზის ბუნებრივი აირის მარაგით ამის ტრანსკასპიურ გაზსადენის გაკეთებას ვაპირებთ თუ მხარდაჭერას ვაპირებთ თუ არა ეს სტივ დეინსი არის კაცი რომელსაც აქვს ესეთი განცხადება გაკეთებული ფრიად საინტერესო უაღრესად საინტერესო ხო მასთან დაკავშირებით უკრაინასთან დაკავშირებით არც თუ დიდი ხნის წინ მაგალითად სტივ დეინსი ამბობს ეს რაღაცას პუტინიო მძარცველიაო და ის დასევი არის დიქტატორიც ხო და აი ამ სტივ დეინს შეხვდა ელჩი თამარ ტალიაშვილი ვაშინგტონში წყაშოის ამდენად ჩემთვის ინიციალები შემიძლია დაგისახელოთ წყარო ქართულად ვიტყვი იმიტომ რომ ქართველი კაი ამ შეიძლება JD J წერტილი D წერტილი ამ ავტორია კაბაკტალიაშვილი მიხვდება ვისაც გულისხმობ მან მაცნობა რომ კაბაკტონ ტალიაშვილმა მიიღო საკმაოდ დიდი საყრედური იმასთან დაკავშირებითაც კი რომ ეს სწორი პრინციპში რესპუბლიკელი ტრამპის მეგობარი ეგრა მაგის პასუხია სენატორი მიიღო და არ ელაპარაკა იმ ცნობილ და ხსენებულ წერილს ტალიაშვილს ეს წერილი ამ წერილის თაობაზე იმ წერილ გთხოვთ სენატორო სენატორ დეინს გადასცეთ წერილი პრეზიდენტ ტრამპს ეს არ გაუკეთებია ტალიაშვილს რომელსაც არაფერი არ იცის პრაქტიკულად დიპლომატიაში ამას მაინც ჩახვდა ამას მაინც მიხვდა რომ ეს არ გაეკეთებინა და უშუალოდ თავრობისაგან არა ბოჭორიშვილისაგან რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი მიიღო საკმაოდ სერიოზული მოდი ასე ვიტყვი ვერბალური საყვედური რომ რატომ არ დაძარი ეს საკითხი რომ ყაველაშვილის წერილი მივიდეს ტრამპამდე დეინსთან ტალიაშვილს დაპასუხი ჰქონდა არ ვიცი მაგრამ ეს ცოტა სასაცილო ამბავიც არის მაგრამ მეორე ამბავიც არის რომ ტალიაშვილი შეხვდა დეინს რის გამოც ასევე მიიღო ერთგვარი შენიშვნა იმ დეინს რომელიც არ არის წინააღმდეგი მეგობარი აქტის მიღებისა და ვერ დაუსაბუთა ესაუბრა ამ თემაზე მაგრამ ვერ დაუსაბუთა მეგობარი აქტის არ მიღების აუცილებლობა ტალიაშვილმა დეინს მესამე ამბავიც არის ტალიაშვილს საყვედურობენ იმას რომ ძალიან საკმაოდ პროუკრაინელი პოლიტიკოსი სენატორი მიიღო მან შეხვდა მას უფრო ზუსტი რომ იყო და განიხილეს ესა თუ ის საკითხები თბილისიდან ეს სამი საყვედური მივიდა მიაღწია ამ სამმა საყვედურმა ბოჭორიშვილის უწყებიდან ტალიაშვილამდე ესენი ხო ბეყორესედებიან მეორე მხრივ რო კითხო რომ წერილი როგორღაც
მივიდეს ურთიერთობა მოდი ესე ვიტყვი დაალაგდეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ოღონდ ვერ ხვდებიან მათ ენაზე ნედახოძით ვერ ჩახვდებიან რომ ურთიერთობა ვეღარ დაალაგდება უმალ კიმ ჩენინს დაელაპარაკება გაგიკვირდებათ და პრეზიდენტი ტრამპი და ბიზნეს და კობახიძეს აღარ დაელაპარაკება და მე ვთქვი ერთხელაც ორჯერაც ხუთჯერაც შვიდჯერაც და 17ჯერაც რომ არა დაელაპარაკება მათ შორის იმიტომ რომ უკვე რაც შემდგარი ამბავია მომხდარი ამბავია ავნო პრეზიდენტი ტრამპის ამერიკის ინტერესებს და ზოგადად ამერიკის ინტერესებს ბიზნეს იუარიშვილმა აქ ამ რეგიონში აქვე გავიხსენებ ბოდიში თუ ამოწერილი მაქვს და იქნება და ამოწერილი მაქვს კი არა იქნება და გახსნილი მაქვს ეს ლინკი ოღონდ არა ვარ დარწმუნებული და არა მაქვს გახსნილი მაგრამ ზეპირად აღვიდგენ რომ სტივ დეინსი როცა იყო საქართველოში ჩამოსული და კობახიძეს რო შეხვდა იქ კობახიძეს გააცნო ბოდიში აი ახ წერია მე მგონი ხო იქ კობახიძეს გააცნო რა არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები აი დაახლოებით ის უთხრა რაც ეწერა მაგარი ალბათობით კი არა ეწერა ნამდვილად მარკო რუბიოს იმ წერილში რომელიც ბრუსმა ივანიშვილმა არც მიიღო აი ეს არის ამბავი წერილი ყაველაშვილისა ვაშინგტონში ჩავიდა მოდი თქვათ ესე ჩავიდა მაგრამ თეთრსახლამდე ვერც მივიდოდა შესაბამისი სამსახურები უტრიალებენ ამ წერილს პაპუასების წერილს კარგი ტერმინი მოვიფიქრე ქართველი პოლიტიკური პაპუასების წერილს და ვერაფრით ხვდებიან რა უნდა ამ ბანდიტ ივანიშვილს ნახვამდის